მეხიევების ანუ ყურადაშვილების ოჯახი ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმიდან 1954 წლის 14 ნოემბრის ღამეს 92,000 მაჰმადიან მესხთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ერთი ქვეყნიდან მეორეში მრავალწლიანი ხეტიალის შემდეგ სამშობლოდან გადასახლებული ოჯახების ნაწილმა საქართველოში დაბრუნება დაიწყო. სტატისტიკური მონაცემებით ამჟამად საქართველოში 800-ზე მეტი მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს. მათ ჩამოსახლებას სტიქიური ხასიათი აქვს, ამიტომ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ვერავითარი დოკუმენტი ვერ მიიღეს, რაც მათ სრულიად უუფლებოებს ხდის. ამიტომ დღემდე აქედან 52 ოჯახი სამცხე ჯავახეთშია დასახლებული. მათ შორის ერთ-ერთი მეხიევების 5-სულიანი ოჯახია. მშობლიურ კერას ოჯახმა 62 წლის შემდეგ მოაშურა. ჯერ ოზურგეთში დასახლდნენ და რამდენიმე წელი იქ იცხოვრეს. 2005 წლიდან კი სოფელ აბასთუმანში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, იქ სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. ოჯახი მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას მისდევს. მეხიევების ოჯახი სოფელ აბასთუმნის ერთ-ერთი ძლიერი ოჯახია. Ja, selo Abastuvani da. Здесь родители я 19 год рождения. Я веселали здесь 44 года, ноябрь 15 число, ночь 3 часа. А веселали вагоны грузили халкы, где азгори шоферы. Там веселали до конца уже ушел Фергана 20 сутка, ночь, днем халк ушел туда. Сколько багана или бабы кацы, бабы кали, умерла дорога, замьешь, буря орали, сачмели орали, и палто орали, мороз, дурацкий, мороз. Это Фергана, я жил 57 года. 57 года я пришла Азербайджана. 59 года Азербайджана. Азербайджана я 69 года Гали районе я ушел. Гали района, Гали районе Ачиквари совхоза. Там 3 месяца, там я работал сезон чай. Потом Ганиал. Это время был Мирджаваназде был. Ганиал я ушел в Кыргызстан. Обратно. Кыргызстан 14 год я там жил. 98 год, 85 года я пришла в Махарадзе районе. Махарадзе районе я там 20 лет жил. Потом уже 2005 год, ноябрь, 8 ноябрь, я пришла уже в наши сопели, наше село, наш отец место, я и дочь уже 4 года будет, я здесь живешь. Вот так. Это чья родина, наша родина, это я уже спокойный. და საიდან ეზიდებით? საიდან? აი, იქიდან, პალმონის. შემანძილია? არა, ყალის იქით არის. ბევრი ხალიჩები გაქვს სახში? ხო. მე ამ სოფელში 2003 წელს ჩამოვედით ოზურგეთიდან. მე 15 წლის ვიყავი, რაც ჩამოვედი. ეხლა ვარ 20 წლის. ამ სკოლაში დავამთავრე. ეხლა ვატარებ უმაღლესში ჩავალარება. ეს ჩემი ბზიაშვილია. მე 3 წელი აქ არის. საიდან ჩამოვიდა? ოზურგეთიდანაა თვითონ. ეს ჩემი ძმა აქ სწავლობს სკოლაში. რომელ კლასში? მე 3-ში უნდა გადავიდე. კარგად სწავლობ? კარგად სწავლობ? აი ასე. სოფელს როგორ შეექმნით? სოფელს ძალიან კარგად. ყველა კარგად ვართ ერთმანეთში. პრობლემა არავისთან არ გვაქვს.
ეხლა ასე პატარა იყო ადრე კი სანამ შეგვიორდით აქამდე პრობლემები ჰქონდათ აი რატომ მოდიხარ თუ აქეთ ხო და იპასუხოთ რომ აი ჩვენი სამშობლო ხო მამა პაპური მიწა აქაური მეზობლები გეუბნებოდნენ ამას ხო თავიდან აი ეხლა მე რომ მიხდენ რომ რანაირი ხალხი ვართ რანაირი ადამიანები ვართ აი უკვე ვართ ძმაკაცურად მეზობლურად როგორც საქართველოში ცხოვრობთ გასვედა ყველაფერი აი ყველანაირი აი თქვენ ხედავთ ხო ყველანაირი მოსავლე გვაქვს ყველაფერი თუ კაი მუშაობთ კარგად იქნება ყველაფერი აი ისე თუ გინდა რომ ადრე შეჭამო პომიდორი სეგუნდა ითო წამიყიდი მატორი და აი პირველად წყალი წყალი არ იყო ორი თვე წყალი არ იყო დასალევიც და სიმართლე ტანი რომ დავიბანო წყალი არ იყო დინარის არ ვარდი აი სულ კანალიზაცია ეკით მიდის აი ზეიდან სიდან შევიზიდო აი ახლა უნდა შევცვალო ეს კარავანი მეორეში წავიდა ახლა კულურ წაბასტობაში სოფელში ვისაც უნდა მოდიან სახლიდან მიაქვს კიტრის მაგ რავი ბოლგალურის მაგ კარტოფილის მაგ ყველაფერი მაგ და სიმართლე უთხრა ღმერთს მადლობა აი მუშა ხალხს აქანი მშიერი არ მოხდება ანუ მაინც პრობლემები ჩვენ გვაქვს საბუთების მისხეს რომ რაცა დახმარება იქნება მაგრამ ათხოვება კიდე არის ამ თვის პირველი რიცხვიდან დაიწყო მუშაობა ანუ ჩვენი ხალხის არჩიეს რომ რადგან პატარა ქართულად ვიცი ხო და მიხმარება ახლა ან საბუთებში ხან თარჯუმანად რა ვიცი ახლა ქართული სად ისწავლეთ ასე კარგად აი საქართველოში 95-ში ვარ ჩამოსული აქეთ საქართველოში დასავლეთში ანუ პირადად ოზურგეთში 92-ში დამიზახეს აფხაზის ომში მონაწილე ვარ ყოят მოხდი იქა ბოლოხანში 92-ში რომ შემიცვალეს ესე იგი ბარამიძე იყო გია ანუ საბუთები ახლა ლოგი ესეთი ოჯახი არის ხო მოქალაქეობა არა მიღებულია უარის ის პასუხო უარი მაინც უნდა იყოს ხო რაღაცა რომ რის გულიზა რა თქმა ფიქს არ ნიშნავთ აი უნდა ისწავლოს ის ხო ხვალ მიდის ბოლო საბუთი უნდა ჩაბაროს ხვალ ნახ გამოსტები არ არის ჩვენთან რა როგორ უნდა ვთქვათ დახმარება საერთოდ რომ ლიმიტია რა ლიმიტია გვაქვს ანუ ლიმიტით ახლა მიდით 2 წელი იწვალა არ მიიღეს უარი თქვეს აი რუსეთში გააგზავნეს პასუხი რა იგი რატომ რუსეთში ააგზავნეს რადგან კაცი არის ხო სკოლა გავარიმონტი აქამდე ეურო რემონტი გავაგეთი სკოლა ორი ოთახი გავარიმონტი რომ სოფელ აბასთუმის სკოლა დიახ საშუალო სკოლაში აი რომ ჩვენი ხალხი ისწავლოს ქართულად ვინც არ იცის აქაური გოგოები არ მოსწონს მაგაზი არ არის აბა სწავლა მინდა ჯერჯერობით ჩვენი ხალხი პანჯავენ იმიტომაც გადავიწყდე რომ იულიუზე ჩავაბარო და ერთი გავადვილე ჩვენი საქმე განუფასოა მეთქი ისწავლე თქვენ ახალციხის ინსტიტუტში შეგიძლიათ რომ ჩააბაროთ ლიმიტი იქ აქვს დაშვებული თუ თბილისში? არ. აკაც უარეს თქვის. გამეც უარი მითხრეს. ჩემი ტოლები უკვე დამთავრდა სამსახურში მუშაობენ. რამდენი წლის ხარ? 20. ეს რა მატყლი. ხო? ორისთვისა? აი მასე. ბალეში უნდა გამზადო დებები ხმა. იცაო გმავიწყო მეზუნა შორცნება არ იქნება დავიწყო ცნებათა შემოწმება ბევრი მხარე მოვიარე ასე იწყებს ამასვარი მაგრამ საქართველოსთან არ მინახავს ასათარი ბრწყლად მისი ძველესი დადაველი მისი წყალი მისი სიცოცხლე მისი შეტა უსტავი